მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს გაფიცვები და ეს აქციები, რომელიც უკანაც დასავლეთი იდგა და დგას, ალბათ გარკვეულწილად ამას ესეც გადაიხედება, იმიტომ რომ დღევანდელი ევროკავშირი და ევროპა არის სწორედ ამერიკის დასაყრდენი და ამერიკა ახმოვანებინებს ევროკავშირს და ევროპულ ქვეყნებს ის რაც მას არ უნდა რომ გაახმოვანოს. ამიტომ აი ამ კუთხითაც იქნება ცვლილებები, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იგივე პოლიტიკა გაგრძელდეს. მე აი მინდა რომ ამ გაფიცვების ისტორიას გადავავლო თვალი და მიხვდებით აი რაზე მაქვს საუბარი. რადიკალები კვლავ არ ჩერდებიან. ნაცოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების სასოწარკვეთილ და ფუჭ მცდელობებს ისევ განაგრძობს, თუმცა უშედეგოდ. დაიწყეს მათთვის ცნობილი ძალადობრივი ხერხებით. პიროტექნიკით აზიანებდნენ სამართალდამცველებს, რუსთაველის გამზირზე არსებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის პარლამენტის შენობასა და სხვადასხვა ობიექტებს. ძალადობით აღფრთოვანებული რადიკალების სიხარული პოლიციამ მალევე ჩაახშო. ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ბენზინი, მოლოტოვის კოქტეილები. დააკავეს ძალადობის მონაწილე ათობით პირიც. ძალადობრივი ქმედებების ჩამდენების განეიტრალების შემდეგ აქციები კი გაგრძელდა, თუმცა უკვე მშვიდობიანად და მოსახლეობაც ნაკლებად იყო ჩართული. მუხტი დაიკარგა. პროტესტის მასშტაბურად წარმოჩენის მიზნით ოპოზიციამ უამრავ ხერხს მიმართა. დაბულინგება, გაფიცვის მოთხოვნა, სამსახურების დატოვების მოთხოვნა. ტყუილებით ცდილობდნენ საზოგადოების ემოციებზე манипуляცია მოეხდინათ, თუმცა უშედეგოდ. კვლავ არაფერი გამოუვიდათ. აქციებიც მინელდა. ღამის პროტესტის ნაცვლად ახლა დღის აქციებზე გადავიდნენ. ჯერ შესვენების საათებში პირველიდან 2 საათამდე გაფიცვებით დაიწყეს, რამაც ასევე არანაირი შედეგი არ მოიტანა. იმისთვის, რომ რადიკალების პროტესტი უფრო ყოვლისმომცველი გამოჩენილიყო. ახალი გეგმა მოიფიქრეს. დედაქალაქის ქუჩებში მარშების მოწყობა. მარშებში, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე ვითომ და სხვადასხვა პროფესიის თუ კუთვნილების ადამიანები მართავდნენ, ერთ მიზანს ემსახურებოდა. მოვეტყუებინეთ, თითქოს საზოგადოება სრულად იყო ჩართული ამ პროტესტში. ექიმები, იურისტები, მთავსვლელები, ისტორიკოსები, ფეხბურთის ფანები, დედები, მამები, ფილოსოფოსები, მეზობლები, უბნელები, მუსიკოსები, მსახიობები, IT სპეციალისტები, მარკეტერები თუ PR ტექნოლოგები და უამრავი სხვა დასახელების მარში ჩატარდა თბილისის ქუჩებში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომელიც სხვადასხვა პროფესიულ თუ შინაარსის მქონე მარში მონაწილეობდა, ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. ძირითადად პოლიტიკური აქტივისტები. ისინი ნაწილდებოდნენ და ირგებდნენ სხვადასხვა როლს. ამით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების სიმცირე და ის, თუ როგორი მუხტი აქვს მიმდინარე ეგრეთ წოდებულ პროტესტს. არც ერთმა ხერხმა რომ არ იმუშავა, ნაცოპოზიციამ ახალი, უფრო კრეატიული გეგმა მოიფიქრა და საყოველთაო გაფიცვა დააანონსა. გამოქვეყნა საყოველთაო გაფიცვაში მონაწილე კომპანიების სია, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა ამ კომპანიების გაფიცვა არ გაფიცვას და რამდენიმე საათიან დაპაუზებას ქვეყნისთვის თუ ეკონომიკისთვის ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა და არც ჰქონია. მაგალითად, კომპანია ვენტილატორი, ვარდისფერი მაიმუნი, მფრინავი მღებავი, სალის ენდორფინები, ორიგინალი სუნამოები, ტრიკო, კოსმეტიკური კრემები, ელასტიკა, ფუსფუსი. ამ და სხვა არაერთი უცნობი თუ უცნაური დასახელების კომპანიების საქმიანობას ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა ისედაც არ აქვს, ასე რომ 3 საათიანი გაფიცვით მათ მხოლოდ საკუთარი თავი და მათი გაყიდვები დააზიანეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფიცვა იყო ფარსი. ეს კადრები 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვის დღეს არის გადაღებული. დაახლოებით 15 საათი და 30 წუთი. ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, მეტრო, ჩვეულ რეჟიმში, შეუცვლელი გრაფიკით მოძრაობენ დედაქალაქის ქუჩებში. არათუ საყოველთაო გაფიცვა არ შედგა, იმ კომპანიების ნაწილიც კი არ გაიფიცა, რომელთა მფლობელები აქციებს ღიად მხარს უჭერენ. მაგალითად, თემურ ჭყონიას მაკდონალდსი, რომელიც გაფიცვის დღეს 16 საათსა და 45 წუთზე საკმაოდ აქტიურად იღებდა შეკვეთებს და უმასპინძლდებოდა სტუმრებს. ასევე 15-დან 18 საათამდე შეუფერხებლად მუშაობდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები. თემურ ჭყონია, რომელიც მილიონერი ბიზნესმენია, არც ერთი წამით არ წყვეტს მუშაობას, რადგან რამდენიმე საათიანი გაფიცვა მისთვის ბევრი ფულის დაკარგვის ტოლფასია. ის კომპანიებს მოუწოდებს საქმიანობის შეჩერებისკენ და სხვა რადიკალური ქმედებებისკენ. ამასთანავე აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს. ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. გაყალბებაზე ვერ ვისაუბრობ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკოსების თემაა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ახალი არჩევნები, ან შემდგომი არჩევნები არის როგორ უნდა დავარქოთ, არის
დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა. თავად ამ დროს კი არ გამოხატავს მცირედ სოლიდარობასაც კი, მეტიც საქმიანობს რუსეთში და ამით საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს. მაგალითად, თემურ ჭყონიას კოკა-კოლა, ანუ ქართული წარმოების კოკა-კოლა, რუსულ ბაზარზე აქტიურად იყიდება და ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობით საკმაოდ შთამბეჭდავი მოგებაც აქვს. ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. რუსულ ფულზე უარს ვერ ამბობენ იმ კომპანიების დიდი ნაწილიც, რომლებიც ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესის სახელით ოპერირებენ. ასეთები არიან შპს ლორგო, კოპოლივა, PSP ფარმა, რომელიც აღსანიშნავია, რომ საყოველთაო გაფიცვას 5 წუთის მანძილზე შეუერთდა, თუმცა არც ამ პერიოდში შეუჩერებიათ საქმიანობა. გორგია, კორპორაცია ქართული ღვინო, კომპანია ნაბეღლავი და სუპერი და კიდევ სხვა მრავალი კომპანია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს კომპანია მიერთებულია Free Business G-ს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა Free Business G ეკუთვნის თამარ ჩუგოშვილის ძმას, გიორგი ჩუგოშვილს. ინტერესებს ეთქვნი აქტიურ ბავშვებს თუ კავშირდება კრემლის თამარ ჩუგოშვილის ოპოზიციონერობას, აი ეს კითხვაც შედება და თუ შეგიძლიათ ამაზე გავუძლებთ. ჩემი და არ არის ოპოზიციონერი. საქართველოში დღეს 271.427 აქტიური ბიზნესი არსებობს. Free Business-ზე კი მათი 0.99%-ია წარმოდგენილი. მათ შორის არის თავად გიორგი ჩუგოშვილის კომპანია Faberits, რომელიც ჩუგოშვილს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამთავრობო სააგენტომ დაუფინანსა. აპლიკაციის შესაქმნელად სახელმწიფოსგან მან ჯერ 100.000 ლარი მიიღო, ამის შემდეგ კიდევ 650.000 ლარი. თქვენ აღიარეთ სახელმწიფოსგან ლარამდე ახლა ბიზნესის ხელშეწყობის. მე ვარ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტები მაქვს აღებული. Faberi არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით შეიქმნა და დღეს ქვეყანაში დესტრუქციული დღის წესრიგის შექმნას უწყობს ხელს, რომლის საბოლოო მიზანიც ეკონომიკის ჩამოშლაა. მაგალითად, CityPay, Optio, Neuropiloti, e-Consuli არიან ისეთი ბიზნესებიც, რომლებმაც ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამებით ისარგებლეს და საკმაოდ სოლიდური თანხებიც მიიღეს მათი საქმიანობის განსავითარებლად. მაგალითად, შპს დიომ 2018 წელს მიიღო 1.500.000 ლარი, კლინიკა კურაციომ 2022 წელს 228.000 ლარი, 2023 წელს კი 145.000 ლარი. კომპანია ბარამბო 2015 წელს 881.280 ლარი მიიღო. კამპამ 3.204.000 ლარი. კომპანია ყავის ლაბორატორია 2021 წელს 500.000 ლარი, 2022 წელს 2.100.000 ლარი, 2023 წელს კი 380.000 ლარი. ამ ვებგვერდზე სამთავრობო პროგრამით მოსარგებლე ასობით კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებსაც ბიზნესის საკეთებლად გზა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაუხსნა. Free Business G პლატფორმაზე დარეგისტრირებულია არაერთი კომპანია, რომლებიც მთავრობას რუსული ინტერესების გატარებაში სტებს ბრალს. თავად კი რუსეთში საქმიანობენ და იქიდან დიდძალ შემოსავალსაც იღებენ. ყოველივე ეს საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს ამ ადამიანების და ბიზნეს სუბიექტების გულწრფელობის შესახებ. მოსახლეობას კითხვებს უჩენს ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროტესტში. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გააქტიურებაც, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არათუ ბიზნესი იყო თავისუფალი, არამედ ბიზნესის რეკეტის, ქონების წართმევის და ბიზნესმენების რეპრესიების პრაქტიკა ყოველდღიურობად იყო ქცეული. ძალიან დიდი პრობლემების წინ გევართ. კითხვები არის იმ კომპანიებთანაც, რომლებიც თითქოს და რუსულ რეჟიმს ებრძვიან, თავად კი რუსეთიდან მიღებული ფულით არსებობენ. კითხვები არის დიდ კომპანიებთან, რომლებიც მცირე ბიზნესის გაფიცვისკენ მოუწოდებენ, თავად კი გაფიცვით მიღებული შესაძლო ზარალის გამო საქმიანობას რამდენიმე წუთითაც არაჩერებენ. კითხვები მრავლადაა, თუმცა პასუხები არ არის. სწორედ ამიტომაც პროტესტს მუხტი აღარ აქვს. რადიკალური ოპოზიციის მიერ გადადგმულ ყოველ სასოწარკვეთილ ნაბიჯსა და ქმედებას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ნეგატიური შედეგი მოაქვს, როგორც მათთვის, ისე მათი მხარდამჭერებისთვის. აი ხა ძალიან საინტერესო ციფრები იყო და ზოგჯერ მართლა ფიქრობ ხოლმე, რომ აი სააკაშვილი რასაც უკეთებდა ზოგიერთ ბიზნესმენებს, შეიძლება აი ვიფიქრო, რომ ღირსები იყვნენ. აი ერთი ბიზნესმენი მანახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ბიზნესი გადააფორმა სახელმწიფოს სახელზე. და ასეთი ბიზნესები იყო უამრავი სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ციხეში მყოფი ადამიანები ღამის ნოტარიუსთან, გინტურთან აფორმებდნენ თავიანთ ბიზნესს სახელმწიფოს სახელზე. და ესენი ლაპარაკობენ, რომ თავისუფლ ბიზნესიო, მაშინ უფრო თავისუფალი იყო. როდესაც ბიზნესებს აწერებდნენ ფულს, როდესაც ართმევდნენ ბიზნესებს, როდესაც არიცხინებდნენ ფულს, დღეს გაიფურჩნენ
დღეს არანაირი ზეწოლა, არავინ არ ეუნება წადი შენ ის იყიდე, წადი ეს გააკეთე, წადი ისქენი, რასაც უნდა იმე და ამ მიუხედავად ამისა ადგენენ და ქვეყნის წრებს დაუჭირებს ხარი. მე მაინტერესებს ევროპული რაღაცა იდეალებისკენ მივდივართო რო იძახით. აი მაგალითად ჭყონია, მაგალითად ეს ბანკების პრეზიდენტები. თუ ევროპისკენ მიდიხარ და მართლა თუ თქვენ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორება გინდა, თქვენ უწყებებში გამოასწორეთ სიტუაცია მათხოვრული ხელფასები რო გაქვთ ბანკებში და კოკაკოლაში და გინდა სხვაგან. ერთი მაინტერესებს რატო გარბის ადამიანები საქართველოსთან? იმიტომ რომ მილიონებს შეულობ და თქვენ მათხოვრულ ხელფასებს აძლევთ. თქვენ დააქციეთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ მილიონებს შეულობთ 100%-იანი ისა აქვს მოგება წამლებს განსაკუთრებით ამ ფარმაცევტულ კომპანიებზე 500-600 ლარს რო აძლევ ღამე როგორ იძინებ შე უნამუსო შენა 600 ლარს აძლევს ხელფასს იქ თანამშრომელს და თვითონ მილიონებს აკეთებს და ევროპისკენ მიდივარო. ევროპაში აქვთ ეგეთი ხელფასები თანამშრომლებს? ბიზნესმენებზე რო არის საუბარი ამორალურ ხალხზე. ესე იგი ეს ოქრიაშვილი რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიფარა დეპუტატად შეიყვანა, თორე ვერ როგორც საკუთარ ყურებს ისე ვერ ეღირსებოდა პარლამენტის დეპუტატის მანდატს. გამოვიდა, როდესაც აი ბიზნესზე და წარმატებებზე იყო ლაპარაკი და თავის წარსულზე რო ლაპარაკობს, აი არ ცხენია მაინც ამ წარსულის, აი ნახეთ ერთი როგორი შოვა ამ კაცმა ფული. ავეთ მოსკოვში რაღაც $13,000 ქონდა ჩამოვიტანეთ მედიკამენტები. გავყიდეთ $12,000. მახსოვს რომ მაშინ ტელეფონები არ იყო. $3,000 რამდენიმე დღეში დაგროვდა $300,000 კაპიტალი. იყო საშუალება რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი დაგედოთ მედიკამენტები და მიუხედავად ამისა მაინც დიდი ფასნამატი იყო, დიახ. ადებდით ამ ფასნამატს. კი, ვადებდით. რამდენი პროცენტი იყო მაქსიმუმი? ნუ ალბათ სულ თავიდან ალბათ 1/1-იც. ხო. 100%. იმის გამო რომ საკმაოდ მაღალი ფასები გაქვთ მედიკამენტებს. ეხლა ამ ამბავს რომ მოისმენენ, აი როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებენ? ნაკლებად მაინტერესებს და არც მინდა რომ ამაზე ვესაუბრო. ფეხებზე მგიდია, თავშიც გვაუყლია ხალხმა, რაც კიდე საუბრობს ისე რომ თვითონ საამაყოსა. ხო, ესე იგი, აი ამას ის ეკითხება ეხლა ეს ჟურნალისტი რომ ეს ხალხი როგორ ხალხი რაში თავშიც გვაუყლიო. ეს კაცი ლაპარაკობს, აი ესეთია ფარმაცევტული ბიზნესი, აი ეს არის 100% გერა 500%-იანი მოგებები აქვს. და სამსახურში ხალხს ესე იგი აძლევენ მათხოვრულ ხელფასებს ხალხო, აი ესეთი ვინა ან ბიჭო რო დაჯდებით ახალი წლის სუპრაზე ასადღეთ სუფრაზე კორპორატიულზე როგორ ნამუსი არა გაქვს შენ თქლიფავდე იქ არა ქვია ყველაფერს და შენი თანამშრომელი მშიერი კვდება და მე გამოვლე ეს PSP და მეო იქაო ევროპისკენ მივდივარო და რა ევროპისკენ მიდიხარ მშიერი გიკვდება თანამშრომელი ჟი არა კაცო შენ მშიერი გიკვდება თუ ევროპისკენ მიდიხარ შენ თვითონ შენი მაგალითზე გვანახე ბანკები განახე მილიონიან და იმასღებულობენ რა ქვია შემოსავალს და მათხოვრული ხელფასები აქვთ იმ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს რა ხელფასები აქვს ხო კარგად ვიცით რა აქციებზე გადიდა აქციებზე იარეთ და იმიტომ გარბის აი ამ ბიზნესმენების ხარჯზე ბიზნესმენების ღორობის გამო გარბის ხალხი იმაში რა ქვია სამსახურიდან და საქართველოსთან გარბის იმიტომ რომ შეუძლებელია ბიზნეს დღეს ეხლა იმუშაო კერძო ბიზნესში და რაღაცა შემოსავალი ქონდეს აი კატასტროფა არის